მოგების ალმებით დღეს საქართველოში ძალიან სახიფათო ტენდენცია ვითარდება ქვეყნის ეკონომიკაში. კერძოდ ლარის კურსის ვარდნა შეიძლება იყოს ძალიან მძიმე შედეგების მომტანი ქვეყნის ეკონომიკისათვის. ბუნებრივია იკითხავთ, ადრე ხდებოდა ლარის კურსის ვარდნა და რატომ უნდა იყოს ახლა მძიმე შედეგების მომტანი. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეროვნულ ბანკს თანდათანობით ეწურება ის მატერიალური რესურსი, ანუ ის უცხოური ვალუტა, რომლის გამოყენებაც მას შეუძლია ლარის კურსის ვარდნისგან დასაცავად. ეროვნულ ბანკს რეზერვები შეუცირდა, თქვენ გახსოვთ, სულ რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბანკი ტრაბახობდა, რომ რეზერვების მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს 3 მილიარდ აშშ დოლარს მიუახლოვდა. სამწუხაროდ ეს ციფრი არის დღეს შემცირებული, რეზერვები არის სადღაც 2 მილიარდ 600 მილიონის ოდენობის, მაგრამ ესიც არ არის ტრაგედია. ტრაგედია არის სხვა რამე, რომ ეროვნული ბანკის მიერ განთავსებული რეზერვების, ანუ ფასიან ქაღალდებში განთავსებული რეზერვების მოცულობა შემცირდა. ანუ ეროვნულ ბანკმა ამოიღო ფული განთავსებული ფასიანი ქაღალდებიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ის შეემზადა უარესისათვის და ელოდება ქვეყნის ეკონომიკაში სიტუაციის გაუარესებას და მოიმარაგა უცხოური ვალუტა. რატომ ხდება ხოლმე, რომ პერიოდულად ვარდება ქვეყანაში ლარის კურსი? პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა არის განუვითარებელი და გარდა ამისა, ქვეყნის ეკონომიკის საფინანსო სექტორი არის საკმაოდ მყიფე საფუძველზე აგებული. ამიტომაც არის, რომ კომერციული ბანკების ნებისმიერი ფინანსური აქტივობა იწვევს ლარის კურსის ცვლილებას. ჩვეულებრივ, თქვენ ყველა ვიცით, რომ ეროვნული ბანკის განცხადებით ლარის კურსი ფორმირდება კომერციულ ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგად ბლუმბერგის სისტემაში და აი ამ პროცესში ეროვნული ბანკი პერიოდულად ერევა ლარის კურსის რეგულირებისათვის. ანუ პრაქტიკულად აბსოლუტურად გასაიდუმლოებულ პირობებში ლარის კურსის ფორმირება ხდება საქართველოში და მე როგორც შედეგი ეროვნული ბანკი ჩვენ გვიცხადებს, რომ აი დღეისთვის ახალისთვის ეს არის ლარის კურსი. გამომდინარე აქედან, კომერციული ბანკების აქტივობის შედეგი არის სწორედ ლარის კურსის ცვლილება. რატომ ხდება, რომ პერიოდულად ვარდება ლარის კურსი? იმიტომ რომ კომერციულ ბანკებს გააქვთ საქართველოდან ფული, იქნება ეს კლიენტის დავალებით გადარიცხული თანხები თუ საკუთარი ინიციატივით, საკუთარი საჭიროებისათვის გადარიცხული თანხები. ვინაიდან ლარის კურსი არის მართვადი, ის არ არის თავისუფალ მცურავ მდგომარეობაში, ამიტომაც ოდნავი მერყეობაც კი ფულად მასაში იწვევს ლარის ძალიან სწრაფ გაუფასურებას. თუმცა სამართლიანობის თვალსაზრისით მაინც უნდა აღინიშნოს, რომ აი ეს გაუფასურების პროცესი არ არის იმდენად სწრაფი და იმდენად ტრაგიკული და მძიმე. ყოველ შემთხვევაში სხვა ქვეყნისათვის ეს არ იქნებოდა შესამჩნევი. ეს არის ძალიან წვრილმანი მერყეობა, მაგრამ ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად მთლიანად დამოკიდებული არის იმპორტზე და იმპორტულ საქონელზე ფასი განისაზღვრება ლარის კურსის შესაბამისად, ამიტომ ჩვენი მოსახლეობა ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვავს. გარდა ამისა, კიდე არსებობს ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორიც არის ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში, რომელიც დაფარვაც არის საკმაოდ მძიმე, როდესაც ლარის კურსი ვარდება თქვენი მოგეხსენებათ, რომ სადღაც 60-დან 70%-მდე არის ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაციის დონე, ანუ ქვეყნის ვალდებულებები რაღაცები მაღალი. შეიძლება თუ რა ვარაუდოთ, რომ ახლანდელი ინფლაცია არის ხელოვნურად ინსპირირებული პროცესი არის.
ინფლაციას რაც შეეხება ეროვნული ბანკი 2009 წლიდან აცხადებს, რომ ქვეყანაში ინფლაცია უნდა იყოს 6% და ამას დაარქვა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი. სხვა ქვეყნებში ეროვნული ცენტრალური ბანკები ცდილობენ, რომ მიაღწიონ თავიანთ მიზნობრივ მაჩვენებელს, ეროვნულ ბანკს სამწუხაროდ ამ მაჩვენებლის მიღწევა არ ძალობს, იმიტომ რომ უკვე მე-7 წელი არის, რომ ქვეყანაში ინფლაცია პრაქტიკულად 6% არასდროს არ ყოფილა. არადა ეროვნულ ბანკს კანონში უწევია, რომ მისი მთავარი ამოცანა არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. რამდენი პროცენტია დღეს? დღეს არის 3.9%, 2 თვის წინ იყო 4.8%, ანუ ინფლაცია ვარდება დახტის სისტემატურად. ტრაგიკული წლები იყო 2012 წელი, 2013 წლის დასაწყისი, როდესაც ქვეყანაში იყო დეფლაცია. ანუ ეროვნული ბანკი პრაქტიკულად ვერ მართავს ინფლაციას. ერთადერთი სამართავ მექანიზმი, რასაც იყენებს, ეს არის ლარის კურსი. ლარის კურსის კორექტირების შედეგად ინფლაცია თავისი მექანიზმებით იზრდება, მცირდება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით თუ ინფლაცია 4%-ამდეა და ამ შემთხვევაში გასულათი დაიდება. როდესაც იგეგმებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი, იქ იყო ჩადებული დღიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი და ინფლაციის პროგნოზი. ინფლაციის პროგნოზი იყო 5%. ანუ ნავარაუდები იყო, რომ წლევანდელი ბიუჯეტის ნორმალური შესრულება შესაძლებელია 5%-იანი ინფლაციის პირობებში. ასეთი იყო გეგმა. სამწუხაროდ ეროვნულ ბანკმა თავის მხრივ ვერ შეასრულა ფინანსთა სამინისტროსათვის მიცემული დაპირება 5% არ იყო ინფლაცია მიმდინარე წელს. შესაბამისად, ეს აუცილებლად გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდის ტემპებზე და მიღებულ შედეგებზე ეკონომიკის მხრიდან. მე მაგალითად მომწონს 6% ინფლაციის, რომ ყოფილიყო საქართველოში, მეცაც გეტყვით 7-8%-იც არაწყენდა ქვეყნის ეკონომიკას, ვინაიდან მცირე ინფლაცია ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, ამოხოჭებს მას, ხოლო გაზრდილი ინფლაცია, რა თქმა უნდა, ზომიერად ის ყოველთვის ბიძგს აძლევს ბიზნეს სექტორს გააქტიურებას. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ გავუთავისუფლებთ, რომ მცირე ბიზნესის განვითარება თუ მიდის ქვეყანაში, მაგრამ დღეს არ არის მცირე ბიზნესის განვითარება. ამ შემთხვევაში რა ხდება? საქართველოში მცირე ბიზნესი არ ვითარდება, იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკა არის მონოპოლიზირებული. და არ არსებობს ამ მონოპოლიებთან ბრძოლის მექანიზმები. თქვენი თქვით, არსებობს კანონი, ხო? მონოპოლიური საქმიანობის შესახებ. მაგრამ ის არის პრაქტიკულად უმოქმედო კანონი. ჩვენ რო გადავხედოთ, ჩვენ ეკონომიკურ ცხოვრებაში არის ბევრი ისეთი მომენტი, რომელიც აუცილებელია რეგულირდებოდეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით, მაგრამ მასზე ჩვენ ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს. აი მაგალითისთვის თუ გაინტერესებთ, მაგალითს მოგიყვანთ. სულ ახლახან სასამართლომ დააჯარიმა კომპანია Apple, იმის გამო, რომ ისყიდიდა ელექტრონულ წიგნებს უფრო ძვირად, ვიდრე სხვა გამყიდველები და დაადანაშაულა Apple იმაში, რომ შევიდა გარიგებაში ელექტრონული წიგნების წარმოება კომპანიასთან. დაჯარიმდა რამდენიმე 100 მილიონი ლარი, რომელიც უნდა გადაუხადოს თავის მომხმარებლებს. საქართველოში პრაქტიკულად ანალოგიური სიტუაცია არის, როდესაც ჩვენ მივდივართ მაღაზიაში, ვყიდულობთ სამომხმარებლო საქონელს და სესხს ვიღებთ 0%-ის განაკვეთით. აი ამ 0%-იან განაკვეთში არის ჩადებული, ასე ვთქვათ, ისეთი პირობები, რომლებიც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს. რა? პირველ რიგში, როდესაც თხოვენ თანადაფინანსებას, ეთქვა 200-250 ლარიან სესხზე. ეს თანადაფინანსება დაახლოებით 20%-ის მოცულობით პრაქტიკულად არის კომერციული ბანკების საკომისიო. ანუ თქვენ ძვირად ყიდულობთ საქონელს არა მაშინ, როდესაც იღებთ სესხს ამ საქონელისთვის, არამედ უსესხოდაც, როდესაც მიდიხართ მაღაზიაში, მაინც ძვირად ყიდულობთ საქონელს. აი ეს გარიგება კომერციულ ბანკსა და მაღაზიებს შორის, ესეც ანტიმონოპოლიური რეგულირების საგანს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა ასე არ არის. ამიტომ წვრილი ბიზნესის განვითარება სწორედ
დიდი მონოპოლიზაცია, მაღალი ხარისხის მონოპოლიზება უშლის ხელს. აი საბანკო სექტორს რა ამ პროცესებში რა ადგილი უჭირავს? მონოპოლიზებას გულისხმობთ? არა, ეკონომიკის განვითარების პროცესში, აი ამ ყველაფერში რა ადგილი უჭირავს საბანკო სექტორს? საბანკო სექტორი არის ეკონომიკის ერთადერთი სექტორი, რომელიც ვითარდება ძალიან წარმატებულად და ძალიან მსუყე შემოსავლებზე. სამწუხაროდ ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურა არის დამახინჯებული აი ამ გაბერილი საფინანსო სექტორი, გარემართა საბანკო სექტორი, მთლიანად საფინანსო სექტორი, სადაც მოექცა აბსოლუტურად მთლიანად მთელი ფინანსური რესურსი. საბანკო სექტორმა შეისრულა ეკონომიკიდან ფული. ანუ ეკონომიკის სხვა სექტორებს, განსაკუთრებით რეალურ სექტორს, ფული აღარ აქვს საბუნავი. გარდა ამისა, საფინანსო სექტორმა და საბანკო სექტორმა შეისრულა მატერიალური რესურსები. ანუ ის ძალიან აქტიურად ჩაერთვა წარმოებაში. გარდა ამისა შეისრულა თვალსაზრისით ინტელექტუალური რესურსი, შრომითი რესურსი და პრაქტიკულად ქვეყნის სხვა დარგებს არ აძლევს განვითარების საშუალებას. ეს არ იქნებოდა პრობლემა, რომ არა საბანკო სექტორის საქმიანობა პრაქტიკულად მთლიანად მიმართული არ ყოფილიყო იმპორტის დაფინანსებაზე. ანუ საბანკო სექტორს რომ დაეფინანსებინა ეკონომიკის სხვა დარგები უფრო მეტი მოცულობით, მაშინ საქართველოს ეკონომიკა არ იქნებოდა ასეთ მძიმე მდგომარეობაში. სამწუხაროდ საქართველოს საბანკო სექტორი მუშაობს მხოლოდ უცხოელი წარმოებლისათვის იმპორტის დაფინანსების მეშვეობით, ხო? და საქართველოს წარმოებლისათვის პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებს. მის აგრეთვე პორტფელში ადგილობრივი ბიზნესის დაფინანსება სადღაც 20-25%. ეს არის ძალიან წვრილმანი ოდენობა თანხისა იმასთან შედარებით, რასაც ვაჭრობაზე გაიღებს საბანკო სექტორი თანხებს. ამიტომ სიტუაცია არის საკმაოდ რთული, და ბუნებრივია კითხვა ისმევა, ვისი ბრალი, რატომ მოხდა ასე, რომ საფინანსო სექტორი გაიბერა საბლის ბუშტი. ან ხელოვნურად ხდება ეკონომიკის შეფერხება ხელისუფლებების მხრიდან? არა. არა, მაშინ რეგულირების მექანიზმი იქნებოდა საბანკო სექტორზე, იმპორტზე, ყველაფერზე, ხო? რაღაც რეგულირების მექანიზმი ჰქონდეს ხელისუფლებას, რომ კაბალურ პირობებში არ ჩადგეს რიგითი მოსახლეობა, მთელი საქართველოს მოსახლეობა და აი ის პატარა ნაწილი ბიზნესმენების, ძალიან პატარა ჯგუფი, რომელიც ფაქტიურად აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკას, ხო? საქმე იმაში გახლავთ, რომ იმისთვის, რომ მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები და კარდინალური გადაწყვეტილებები, რომ დაიცვა შენი მოსახლეობის უფლებები, როგორც მომხმარებლის უფლებები, ასევე ფინანსური მომსახურების მომხმარებლის უფლებები, რომ შექმნა სრულყოფილი კანონმდებლობა, რომელიც ცივილიზებულ ჩარჩოებში ჩასვავდა ბიზნეს სტრუქტურების და მათ შორის ბანკების საქმიანობას, აი ყოველივე ამისთვის საჭირო არის პირველ რიგში, რომ ხელისუფლება განთავისუფლდეს ბიზნესის დიქტატისაგან. პრაქტიკულად საქართველოს მართავს მსხვილი ბიზნესი და მსხვილი ბიზნესის გადაწყვეტილებები აისახება როგორც კანონებში, ასევე სამთავრობო გადაწყვეტილებებში. შესაძლებელია თუ არა უახლოეს პერიოდში ამ სიტუაციის გამოსწორება. ჩემი ხმარწმენით ეს არის პრაქტიკულად შეუძლებელი, იმიტომ რომ ქვეყანა ვართ პატარა, ხელისუფლება ყავს გამოუცდელი, იმიტომ რომ ყოველ ახალ არჩევნებზე მოდის ახალი ხალხი, რომელსაც წარმოქმნა არ აქვს ქვეყნის მართვის, ანუ როდესაც არ ხდება ევოლუციური განვითარება ქვეყნის, არამედ ესეთი ნახტომისებური ხელი გამოსწორებს თუ არა სიტუაციას. ამ შემთხვევაში გულისხმობ ხელისუფლების პროფესიონალურ მართვას. მტკიცე-ხელმა ააყვავა სინგაპური. მაგრამ სიმტკიცის გარდა გონიერი ხელიც უნდა იყოს ის, იღწვოდეს ქვეყნის ეკონომიკის და ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. რა თქმა უნდა, არის საჭირო მკაცრი გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები არა მარტო ბიზნესის სასარგებლოდ. აი, როგორც ახლა არის ანეკდოტური სიტუაცია,
ბიზნესის მოგების გადასახადი 15% არის და ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადი 20%, ხო? ანეკდოტური სიტუაცია, როდესაც ბიზნესი უფრო ნაკლებს იხდის და მოსახლეობა კი ტყავდება. საჭირო არის გადაწყვეტილებების მიღება ტავტოლოგია და გონივრული გადაწყვეტილებები. ბოდოლია, თუ მოყარებულებს დაუჯერებთ, დღეს საქართველოს იმართება ბიზნესის კანონებით. აი, რამდენად ეთანხმებით ამ ფორმულირებას? ბიზნესის კანონები მე კარგად არ მესმის რას გულისხმობთ ამ ბიზნეს კანონებში, მაგრამ თვით ბიზნესის და მსხვილი ბიზნესის მიერ რომ იმართება, ეს არის ბიზნეს კანონები მართვა, მაშინ თუ ასე იმართება, მაშინ ბიზნეს კანონები მართვა ზუსტად. კანონები, რომლებიც იქნება საქართველოში, ისინი პრაქტიკულად იცავენ ბიზნესის განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესის ინტერესებს და მოსახლეობის ინტერესები პრაქტიკულად არ არის გათვალისწინებული, არა მარტო მოსახლეობის, ეკონომიკის ინტერესები. ამიტომ ამ სიტუაციის გამოსწორებას მე უახლოეს პერიოდში არ ვიყავი. გასაგებია, რა ურთიერთობა საბანკო სექტორსა და მთავრობას შორის დღეს? უნიშნავი არიან ისინი, თუ ბანკები მარტო საკუთარ მოგებაზე ფიქრობენ? ბანკები ყოველთვის ფიქრობენ საკუთარ მოგებაზე, ეს არის მათი ერთადერთი მიზანი და რომ არ მარეგულირებელი მათი ისინი ალბათ ბოლომდე გაძარცვავდნენ მთელ ქვეყანას. რაც შეეხება ბანკების და მთავრობის ურთიერთობას, მინდა გითხრათ, რომ ეს ურთიერთობა არის საკმაოდ მჭიდრო. იმიტომ რომ ბანკები იღებენ ძალიან სერიოზულ მონაწილეობას სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების დროს, კი ასევე კანონების მიღების დროს და აი ამ დამოკიდებულების გაწყვეტის საშუალება არც ამ ხელისუფლებას აქვს, არც წინა ხელისუფლებას ჰქონდა და მე ვარაუდობ, რა არც მომავალს არ ექნება. ანუ დიდი ბიზნესი, როდესაც ის უკვე გახდა პრაქტიკულად ქვეყნის მართვის, თქვა საფუძველი, მისი მოტოვა არის ძალიან რთული. ეს თუმცა შეუძლებელი არ არის. შეუძლებელი ნამდვილად მე და იყოს, შესაძლებელია მოიგონოს. ძლიერი განაცხადება, ახლა განსხვავებულია ბიზნესი განთავისუფლებულია ყოველდღიურად და ქვეყანაში არის აბსოლუტურად კონკურენტული ნადენი ბიზნეს გადამეტი. რამდენად ეთანხმებით ამას და შეუძლიათ რომ საქართველოს წარმოადგენს იგივე პრემიერის საჩუქარი რომელიც 5,000 ლარი, იგივე აწარმოა საქართველოში ქართული მეწარმეები თუ სარგებლობენ ამით და ბიზნესი მართლაც თავისუფალია, უფრო მეც გეტყვით ბიზნესი არის მიშვებული. ასეთი უკონტროლო ბიზნეს საქმიანობა, მე არ ვიცი, ცივილიზებულ ქვეყნებში ყოველ შემთხვევაში ეს არის დაუშვებელი. ბიზნეს საქმიანობას სჭირდება ძალიან სერიოზული მარეგულირებელი ჩარჩოები, იქნება ეს საკანონმდებლო თუ ნორმატიული ბაზა. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ მართლა შეიქმნას კონკურენტული ან უნარიანი გარემო საქართველოში. როგორ შეიძლება დარგში იყოს კონკურენცია, როდესაც იქ არსებობს ორი ოლიგოპოლია. ეს არის ზღაპარი. აქ კონკურენციის როგორ ვთქვათ, ელემენტები და ჩანასახებიც კი არ არის. რაც შეეხება ბიზნეს კანონებს, სხვათა შორის მე მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა, როდესაც ეკონომიკის სამინისტრომ ერთხელ განაცხადა, რომ ის აპირებს პროტექციონისტული ზონების მიღებას ადგილობრივი წარმოებების მიმართ. რა ამბავი ატყდა? ეს როგორ შეიძლებაო, ეს არის ქვეყნის დამღუპველი, ეს არის ანტისაბაზრო ქმედებები, არადა სინამდვილეში პროტექციონიზმს მიმართავს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა და თქვენ წარმოიდგინეთ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებაშიც კი წერია მუხლები, რომელთა შესაბამისად ქვეყანამ შეიძლება დაიცვას თავისი შიდა ბაზარი გარაიმპორტული საქონლის შემოტევისაგან. ანუ მივდივართ რისკენ, ელემენტარული ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა მართო, რა უნდა გააკეთო, ცოდნა იმისა, რომ არ გადაუხვიო შენ არჩეულ გზას, რაც არ უნდა შეგიკრიჟინონ გარედან. როდესაც შენ იცი, რომ შენ მართალი ხარ, რაც არ უნდა გითხრა სხვამ, შენ გააგრძელებ შენ კურსს და ქვეყანას მართავ, როგორც ეს მიღებული არის სხვა ცივილიზებულ სამყაროში. საკმაოდ რთული პროცესი არის ამ სიტუაციიდან მე გამოსავალს ვერ ხედავ. ერთადერთი არის, აი კვალიფიციური და ცოდნე კადრების
მოსვლა ხელისუფლებაში თუ არა რჩევლად მაინც აიყო ეს ხალხი და კითხონ ამას და გააკეთო. რომელიც არ არის სამწუხარო. Podolია, თქვენი პროგნოზი როგორია? კიდევ უფრო დაეცემათ თუ არა ლარის კურსი წინა საათად, როგორც ხდებოდა წინა წლებში. და დაგეგმეთ თუ არა ქვეყანა რეალური ინფლაციის წინაშე. ეროვნული ბანკი გახარჯავს თავის რეზერვებს, ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ გაარჩევოს ლარის კურსის ვარდნა, ფული თუ არ ეყოფა სავარაუდოდ შეიძლება მას დაეხმაროს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. Ბოლოს და ბოლოს ეროვნულ ბანკს შეუძლია თითი დაუქმნას კომერციულ ბანკებს და უთხრას მორჩით გეყოფათ ზეწოლა სავალუტო კურსზე. ამიტომ ის შეუძლია არ იკეთებს ამ ბანკებს. ელოდება როგორ განვითარდება მოვლენები. რა თქმა უნდა შეუძლია. ეროვნული ბანკი არის კომერციული ბანკების მარეგულირებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არის ღმერთი. რა მისი სიტყვა, მისი ერთი წარვის აწევა საკმარისია. მაშინ ეროვნული ბანკი ხუბავს ასე გამოდის ქვეყანას. ეროვნულ ბანკს კანონში უწერია, რომ მისი მთავარი ამოცანა არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა, თუ ეს ხელშეწყობა ხელს არ შეუშლის ფასების სტაბილურობას. ანუ ეკონომიკისათვის რაღაცის გაკეთება ეროვნული ბანკისთვის არის მეორე და მეათე ხარისხოვანი. პრაქტიკულად ის არის აბსოლუტურად ჩამოშორებული ეკონომიკურ პროცესებს და მისი უმოქმედობის შედეგად ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სერიოზულად ზარალდება. რა თქმა უნდა. არადა ეროვნულ ბანკს შეუძლია ბევრი რამის გაკეთება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის. ელემენტარულად მას შეუძლია ისეთი ზომების მიღება, როგორც ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციული, რომ კომერციულმა ბანკებმა დაიწყონ საქართველოს ეკონომიკის დაფინანსება და არა სხვა ქვეყნების ეკონომიკა. Podolია, თქვენ როგორ მიგაშენთ, მოვიდა ახალი ხელისუფლება და არ შეცვლილა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ამას ხსნიან, იმიტომ რომ თავისი ვადა უნდა დაასრულოს. არადა თქვენ ამბობთ, რომ ძალიან დიდი ბერკეტები გააჩნია ეროვნულ ბანკს და არ აქვს სიტუაცია ქვეყანაში. როგორ რატომ შეიცვალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი? რატომ ვერ გეტყვით, მაგრამ რომ არ შეიცვალა, ეს იყო მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამან ქვეყნის ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვნად დააზარალა. იმიტომ რომ დღევანდელ ხელმძღვანელობას ინერციით მოყვება მართვის ის სტილი, რაც წინა ხელისუფლებაში ჰქონდა და ეს ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება დაეტოვებინა არ გამოგვიცხადოთ, რომ შეიძლება ეს იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ზეწოლა, ასე ვთქვათ და დამჯერებელი რეკომენდაციები, ხო. ყოველ შემთხვევაში ამას სერიოზული ზიანი მიაყენა ეკონომიკას. კიდევ ერთი კითხვა, ჩვენ საქართველოში საკმაოდ წავედნას იპოთეტიკური ბანკის ვალუტით დაზარალებული მოქალაქეების საკითხი. ამდენად არის შესაძლებელი, რომ მოგვარდეს მათი პრობლემა და თუნდაც ეროვნულმა ბანკმა ითავოს ამ იპოთეტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემის. ვინც დაზარალდა მათ პრობლემის მოგვარების საკითხი არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფული და რა შემოსავალი ექნება სახელმწიფო ბიუჯეტს და რამდენად იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი მზად, რომ გაიღოს გარკვეული თანხა და გადაუხადოს ვალები დაზარალებულებს. სხვადასხვა ასეთი სიტუაცია იყო 2007-8 წელს შეერთებულ შტატებში, როდესაც იპოთეკური კრიზისის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ქუჩაში ბრედნენ ბანკები და მაშინ ხელისუფლებამ შეერთებული შტატების მთავრობამ გამოყო რამდენიმე 100 მილიარდი დოლარი იმისთვის, რომ მოსახლეობის ვალები დაეფარა. მაგრამ ეს იყო იმის გამო, რომ ქვეყანაში გავითარდა კრიზისი, რომელიც ასე ვთქვათ, პროვოცირებული იყო ხელისუფლების არასწორი საფინანსო პოლიტიკის შედეგად. ქვეყანაში დღეს ჩვენთან პრაქტიკულად იგივე სიტუაცია არის, ვინაიდან არასწორი საფინანსო პოლიტიკის შედეგად კომერციულ ბანკებს მიეცათ უფლება გაეძარცვათ მოსახლეობა, ამასთანავე გირაოს შესახებ კანონი არ არსებობს, როგორც ასეთი საქართველოში ახსროლების შესახებ კანონმდებლობა არის
ძალიან დრაკონული, პრაქტიკულად სასამართლოს გარეშე ართმევენ ერთადერთ ბოლო საცხოვრის მოსახლეობას. ანუ ეს არის ძალიან სერიოზული საკანონმდებლო მუშაობის სფერო. აქ უნდა დაჯდნენ სპეციალისტები და გაიაზრონ რა და რა კანონი არის საჭირო მისაღები იმისთვის, რომ არც კომერციულმა ბანკებმა შეძლონ ადამიანის ასე თავისუფლად ქუჩაში გაგდება და არა მარტო კომერციულმა ბანკებმა, სხვა საფინანსო ინსტიტუტებმა. და არც მოსახლეობამ არ შეძლოს თავის დაზიანება მატერიალური იმით, რომ მან არ იცოდა რაღაცა, ან არ იყო შესაბამისი კანონმდებლობა მისი დასაცავი. ანუ მისაღები არის სპეციალური კანონი ფინანსური მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, მისაღები არის სპეციალური კანონი საქართველოში საკრედიტო საქმიანობის შესახებ, როგორი უნდა იყოს საკრედიტო საქმიანობა. მისაღებია ზღვა კანონები, რომლებიც დაარეგულირებენ საფინანსო სექტორის საქმიანობას. პროდოლია სხვა დაპირებებდა წინასაარჩევნოდ დღევანდელი ხელისუფლება აძლევდა ესე იგი დაპირებას მოსახლეობას, რომ დაეხმარებოდა იპოთეკის დაზარალებულებს. თუმცა ამ თვალსაზრისით ერთი ნაბიჯი არ გადადგურა. აი თქვენ როგორ უყურებთ ამას? შეიძლება თუ არა თუ ეს იყო ცრუ დაპირება. მე რო ყოფილიყავ ხელისუფლებაში, მე არც ასე დაპირებას მივცემდი ვინმეს და არც დავეხმარებოდი. რატომ? იმიტომ რომ როდესაც ერთს ეხმარები, მერე ტალღა მოდის და აი ასე მოხდა სხვათა შორის შეერთებულ შტატებში ეს საფინანსო კრიზისი ასე დაიწყო, რომ ჯერ არ იხდიდნენ გარკვეული კატეგორიის მსესხებლები და მერე მათ არ გადახდების ტალღა წავიდა უკვე კარგი მსესხებლების მხრიდანაც. ანუ როდესაც ერთს ეხმარები, აუცილებლად გაჩნდება მეორე, მესამე, მეათე და პრაქტიკულად კარგი გადამხდელებიც მოითხოვენ თავისი სესხების ანაზღაურებას და როგორც კახეთში იყო, ხო? აქ როდესაც იძლეოდნენ კომპენსაციის თანხებს და ვის არ მოუწოდა კომპენსაციის მიღება და მე როგორც მითხრეს რუსთავიდან ქარავანები მოდიოდა მანქანების კახეთში, ანუ თავის მატერიალური მდგომარეობა გაიმჯობესეს ვიღაცის ხარჯზე. ამიტომ აი ამ სიტუაციაში, როდესაც ადამიანი იღებს სესხს და მერე ვარდება გაუსაზრეს მდგომარეობაში, აქ ყოველთვის ბანკი არ არის დამნაშავე. პიროვნებას არ შეუძლია გაითვალოს თავისი მიმდინარე და მომავალი შემოსავლები. ამიტომ ცალსახად იმის თქმა, რომ აი ბანკების რაღაც ტრაგედია არის და ადამიანის დამღუპველები არ შეიძლება. თუმცა ის რომ მათი მომსახურება არის ძალიან ძვირი, ამას რა თქმა უნდა ვერავინ ვერ მოარებს. ანუ ასე ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა არის მუცი. პრაქტიკულად ასე, უბრალოდ მეც გეტყვით ეკონომიკური პოლიტიკაც არ არსებობს. არ არსებობს.